ბუნება ყოველთვის გვაოცებს თავისი სილამაზითა და ძალით, მაგრამ ზოგჯერ ის ჩვენთვის ისეთ სცენებს ამზადებს, რომელიც ყველა ლოგიკას ცდება. ეს არის მოვლენები, რომლებიც არა მხოლოდ იშვიათი, არამედ იმდენად უჩვეულო და საოცარია, რომ მეცნიერებსაც კი კითხვებს უჩენს. ამ ვიდეოში მოგაწვდით რეალურ კადრებს, სადაც დაფიქსირებულია ბუნების ყველაზე უცნაური, გაუგებარი და საოცარი მოვლენები, დაწყებული ცაზე უეცრად გაჩენილი უცნაური ფორმების ღრუბლებით, დამთავრებული უჩვეულო წყალქვეშა ქარიშხლებითა და მიწის ზედაპირის მოულოდნელი ცვლილებებით. ზოგიერთი მათგანი დღესაც განხილვის თემაა. რეალური ფენომენია თუ კამერის ხრიკი. ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. მოემზადეთ დაუვიწყარი მოგზაურობისთვის, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ჩვენი პლანეტა ბევრად უფრო იდუმალია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამ ადამიანმა გასაოცარი ბუნებრივი მოვლენის კომბინაცია დააფიქსირა კამერაზე, ცისარტყელა და ელვა ერთდროულად. ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მომენტია, როდესაც ცა თითქოს ერთდროულად გვაჩვენებს თავის სიმშვიდესას და ძალას. ერთი მხრიდან ცისარტყელა მშვიდად იშლება ჰორიზონტზე, წვიმის წვეთებში მოხვედრილი მზის სხივები ფერად ზოლებად იფანტება, მაგრამ ამ სილამაზის ფონზე უაცრად ჩნდება ელვა, ელექტრული განტვირთვა, რომელიც ცაში ბჟუტავის სინათლისა და მრისხანე გრგვინვის სახით ვლინდება. როდესაც ცისარტყელა და ელვა ერთდროულად ჩნდებიან ცაზე, ეს ნიშნავს, რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ცაში ჯერ კიდევ არის ტენიანი გარემო ცისარტყელისთვის, მაგრამ ამავე დროს ატმოსფერო სავსეა ელექტრული მუხტებით, რომელიც ელვას იწვევს. ეს იშვიათი კადრები გვაჩვენებს, როგორ იბადება სინაზისა და სიძლიერის შორის წარმოუდგენელი კონტრასტი. ბუნების ბალანსი, რომელიც ადამიანს უსუსურს ხდის და გასაოცარ სურათს ერთდროულად გაგრძნობინებს. ზღვის ლომები ამ სანაპიროზე გასაოცარ სანახაობას ქმნიან. ეს სანახაობა ნამდვილად დაუვიწყარია. სანაპირო, რომელიც თითქოს ქვებითაა დაფარული შორიდან. სინამდვილეში კი ასობით ზღვის ლომია, ერთმანეთის გვერდით მწკრივად განლაგებულნი. ისინი გამოდიან ხმელეთზე დასასვენებლად, სხეულის გასათბობად, უბრალოდ თანამოძმეებთან დროის გასატარებლად. ზღვის ლომები სოციალური ცხოველები არიან, ხშირად ათეულობით და ასეულობით ერთად იყრიან თავს. განსაკუთრებით ნაშიერების გაჩენის სეზონზე ან როცა საკვების სიუხვეა. მათი ხმაური ხიხინი, ღრენა და ხრინწიანი ყვირილი შორიდანაც კი ისმის და ქმნის ისეთ შეგრძნებას, თითქოს მთელი სანაპირო ცოცხალია. ზოგიერთი წამოწოლილია ქვიშაზე და თვლემს, ზოგი კი წყალში შედის და ცურვით ერთობა. ასეთი კადრები გვახსენებს, რამდენად საოცარი და მრავალფეროვანია სიცოცხლე ოკეანის პირას. ეს არის ადგილი, სადაც ხმელეთი და ზღვა ერთმანეთს ხვდება და სიცოცხლის ენერგიით ივსება. როდესაც ჩინეთში ელექტროგამტარსადენების ბოძს მეხი დაეცა, თითქოს მთელი ცის სიბნელე ცეცხლმა ჩაანაცვლა. ამავე წამს ჰაერში ათასობით ანთებული ნაბერწკალი გაიფანტა და მეხის დარტყმის წერტილიდან თითქოს ცეცხლის წვიმა წამოვიდა. ადგილობრივებმა მოგვიანებით თქვეს, რომ რამდენიმე წამით ეგონათ მზე ჩამოვარდა. საბედნიეროდ ამ ამბავს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ბუნების ეს ძალა ყველას დაამახსოვრდა როგორც ციდან გადმოღვრილი ცეცხლი. დაივერებმა ჩაყვინთეს ტბაში, თითქოს რიგითი გამოკვლევისთვის. წყალი გაწმენდილი იყო, სუფთა, მზის სხივები ზემოდან ლამაზად ელამუნებოდა ზედაპირს. ნენელა დაეშვნენ ღრმად ფსკერისკენ, თუმცა იქ, სადაც მიწას უნდა შეხვედროდნენ, მათ წინ რაღაც სრულიად გაუგებარი დახვდათ. ფსკერის ნაცვლად მათ წინ სხვა ტბა გამოჩნდა. მოლურჯე მომწვანო სითხე, რომელიც მკვეთრად იყო გამოყოფილი გარშემო წყლის ფონზე. ზედაპირს კი თითქოს ბურუსი ეფინა, თითქოს ღრუბელი იყო ჩაფენილი წყლის სიღრმეში. საკმაოდ უცნაური სანახაობა იყო. მისი ზედაპირი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ხელით რომ შეეხო, ტალღა გაიფანტებოდა, მაგრამ ეს უკვე სხვა წყალი აღმოჩნდა, სხვა თვისებებით. დაივერები გაუგნებულები იყურებოდნენ. მათ წინ იყო წყალქვეშა ტბა, რომელიც თავად ტბის ფსკერზე მდებარეობდა. საკმაოდ უცნაური ფენომენია. ეს უცნაური ფენა შედგებოდა გოგირ წყალბადისა და მაღალი კონცენტრაციის მარილიანი წყლისგან. ის იმდენად მკვრივი და მძიმეა, რომ არ ერევა სხვა წყალში და ფსკერზე ცალკე ფენას ქმნის. დაივერების კამერები აფიქსირებენ ამ სითხის ტალღისებრ მოძრაობას. თითქოს პატარა ნავში მყოფი უყურებს სხვა ტბას, მაგრამ რეალურად კვლავ იმავე ტბაში ხარ, ოღონდ სხვა განზომილობაში. ამ ფენაში ჩასვლა საშიშია, გოგირ წყალბადი ტოქსიკურია, ჟანგბადი თითქმის არ არის და სიცოცხლე იქ არ არსებობს. ეს შეიძლება ითქვას, რომ მკვდარი ზონაა, რომელსაც ბუნებამ გაუკეთა საკუთარი საზღვრები. ასეთი წყალქვეშა ტბები იშვიათია, მაგრამ აღმოჩენილია მსოფლიოს რამდენიმე წერტილში. ერთი მათგანი სწორედ აქ იყო, სადაც ამ კადრების გადაღება შეძლეს. ეს მოვლენა გვახსენებს, რომ ბუნება ყოველთვის ინახავს საიდუმლოებებს. ხანდახან კი ყველაზე საოცარ სიმადგილე სადაც ფსკერს ველით, მაგრამ გვხვდება სხვა სრულიად ცალკე სამყაროსავით მოწყობილი წყლის ქვეშ არსებული ტბა. ეს ნამდვილად საოცარი სანახაობაა. დააკვირდით ამ ფსკერს, თითქოს ის ადუღებულია. სინამდვილეში ეს ფსკერზე არსებული ქვიშა მოძრაობს.
ეს ფენომენი ცნობილია როგორც ქვიშის დუღილი. იგი ჩნდება მაშინ, როცა ტბის ფსკერის ქვეშ გროვდება გაზი, მაგალითად მეთანი, გოგირწყალბადი ან სხვა ანაერობული ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ნაერთები. ეს გაზები იქმნება მაშინ, როცა ორგანული მასა, შეიძლება იყოს გადმოყრილი ფოთლები, მცენარეები ან ლეში, იხსნება ჟანგბად გამოცდილ გარემოში, ანუ ფსკერზე, სადაც მზე ვერ აღწევს და ჟანგბადიც ნაკლებია. როცა ამ აირებმა საკმარისი წნევა შეაგროვეს, ისინი იწყებენ ზედაპირზე ამოსვლას. ამ პროცესში ქვიშის ფენა დუღს თითქოს შიგნიდან რაღაც ჩქეფს და ქვიშის ტალღები თავისით მოძრაობს. ზოგჯერ ეს ფენომენი წრიული ან ვულკანური ფორმისად შეიძლება იყოს. მცირე ბუშტუკები ამოდის და დროდადრო ამოფრქვევა ხდება. თუ ტბის ფსკერი რბილია, თიხი ან ქვიშიანია, მაშინ ბუშტები უფრო მარტივად ჩანს. ეს ბუნებრივი პროცესია და ხშირად სრულად უვნებელია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მეთანი ან გოგირწყალბადი დიდი რაოდენობით დაგროვდა და გარემოზე მოახდინა გავლენა, განსაკუთრებით თევზებზე. ზოგიერთი ტბა, მაგალითად როგორც არის ტბა ნიოსი, რომელიც კამერუნში მდებარეობს, იმდენად დიდი აირის ამოფრქვევებს განიცდიდა, რომ მთელი ეკოსისტემის დაშლა გამოიწვია. 1986 წლის 21 აგვისტო კამერუნის ჩრდილოეთში ვულკანურ მთებს შორის მოქცეულ მშვიდ ტბას სახელად ნიოს არაფერი ეტყობოდა იმისა, თუ რა უნდა მომხდარიყო. ზედაპირზე წყალი მშვიდად ელვარებდა, ადგილობრივები სოფლებში მშვიდად ემზადებოდნენ დასაძინებლად, საღამო ხანი იყო, მაგრამ შუაღამისას მოხდა რაღაც, რაც მეცნიერებისთვისაც კი დღემდე გამოცანად რჩება. ფსკერის სიღრმეში ასობით წლის განმავლობაში გროვდებოდა კარბონული აირი. ეს აირი ვულკანური წარმოშობის იყო. ბუნებრივად ჯონავდა მიწისქვეშიდან და დიდი წნევით გროვდებოდა ტბის ფსკერში. იგი წყალში შეიძლება ითქვას, რომ ჩამალული ბომბივით ინახებოდა, მაგრამ იმ ღამით რაღაც მოხდა. ან მეწყერი ჩამოიშალა ტბაში, ან ტემპერატურის ცვლილებამ წყლის შრეები აურია. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ეს საკმარისი აღმოჩნდა ტრაგედიისთვის. ტბის ფსკერი გაირღვა და უფრო ღრმა ფენებში გახსნილი აირი ერთდროულად ამოვარდა ზედაპირზე. წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული ლიმნიკური ამოფრქვევა, რომელსაც მოჰყვა უზარმაზარი რაოდენობით აირის ზემოთ ამოსვლა. მეცნიერების შეფასებით დაახლოებით 1,6 მილიონი ტონა კარბონული აირი ამოვიდა ტბიდან. აირი ჰაერზე მძიმეა, ის უხმაუროდ დაგროვდა და შემდგომში, როგორც კი ამოვიდა, გადაეფინა ახლომდებარე სოფელს თავზე. ეს არ იყო არანაირი აფეთქება ან ხმაური. უბრალოდ ამ აირმა სრულად გააქრო ჰაერი და სიცოცხლე შეწყდა. მეორე დილას ყველაფერი შეცვლილი იყო. სოფელი ნიოსი სრულად დადუმებული იყო. გზაზე, სახლებში, ეზოებში ყველგან იპოვეს მიცვალებულები. დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი და 3000-ზე მეტი ცხოველი. ზოგმა სიკვდილამდე იგრძნო ჰაერის არარსებობა, ზოგი უბრალოდ იძინებდა და ვეღარ იღვიძებდა. გადარჩენილებმა მოგვიანებით გაიხსენეს, რომ გაიგეს უცნაური გაბუშტვის ხმა, ხოლო შემდეგ უკვე აღარაფერი ახსოვთ. შემდეგ დღეებში მეცნიერები შოკში იყვნენ. მსგავსი კატასტროფა თითქმის არასდროს მომხდარა. ამ მოვლენის შემდეგ დააარსეს ახალი კვლევითი დარგი, ლიმნიკური ამოფრქვევების შესასწავლად განკუთვნილი. დღეს ტბაში სპეციალური მოწყობილობებია დამონტაჟებული, რომლებიც წყლიდან აირებს პერიოდულად ათავისუფლებს, რათა ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს. ლავა გამონადგურებელია. ერთი შეხედვითაც კი შეგაშინებს ამ კადრების დანახვა. მას გზად ვერაფერი გადაეღობება. დედამიწის სიღრმიდან ამოსული 1000 გრადუსამდე გაცხელებული გამდნარი ქვა. თავდაპირველად თითქოს უბრალოდ მიიპარება, თითქოს უხმაურია, მაგრამ მისი ძალა შეუჩერებელია. ის გადადის გზაზე და ასფალტს ისე ადნობს, როგორც სანთელს. ყველაფერი, რაც გზად ხვდება, ხეები, ღობეები, მანქანები, სახლები, ლავასთვის უბრალოდ ბარიერები არ არსებობს, ჯერ წვავს, შემდგომ კი ადნობს და ბოლოს მთლიანად შთანთქავს. ლავა არა მხოლოდ ანადგურებს, არამედ შესანიშნავად ასახავს ბუნების ორ სახეს, შექმნას და ნგრევას ერთდროულად. სადაც ერთ დღეს გადაივლის, იქ ხვალ ვულკანური ქანებია, ხოლო 1000 წლების შემდეგ შესაძლოა ახალი მიწა, ტყე ან კუნძულიც აღმოცენდეს იქ. მეხის მოხვედრამ ხის გული მთლიანად დაწვა, თითქოს გარედან არც კი შეხებია. ხანდახან ბუნება ყველაზე ძლიერ ძალებს სრულიად ჩუმად და შეუმჩნევლად ამოქმედებს. ეს ის შემთხვევა, როცა ხეს მეხი ეცემა. თუმცა არა ისე, როგორც ეს ფილმებში ხდება, ან თუნდაც როგორც შეიძლება ზოგჯერ ჩვენი თვალით დავინახოთ, როდესაც ხე მთლიანად ფეთქდება და შუაზე იხლჩება. ამჯერად მეხი ხეს შუაგულში ურტყამს, პირდაპირ შუაში და სწორედ იქ იწყება უჩინარი ცეცხლი. ხის ქერქი და გარეფენები ხშირად სველი ან მკვრივია. ისინი მოკლევადიანად იცავენ ხის შიგნით არსებულ მერქანს, მაგრამ ხის შიგნით, ხის გულში შეიძლება წლების განმავლობაში გაჩენილი იყოს სიცარიელე. მეხის ენერგია სწორედ ისე გროვდება, რომ შიგნიდან იწყება წვის პროცესი. გარეფენები უცვლად რჩება, თითქოს არაფერი მომხდარა. არადა იმ წამიდან ხის შუაგულში ცეცხლი ნელ-ნელა იწყებს მოქმედებას. შესაძლოა საათები ან დღეები გავიდეს, სანამ ხის ღრუ შიგნიდან სრულად არ დაიწვება. ზოგჯერ ხე შუაში ბოლომდე იწვის და მაინც დგას, გარედან კი მხოლოდ ქერქია შემორჩენილი. ამას მეცნიერები ზოგჯერ შიდა ანთებას ან ჰაეროვანი
ფერფლის ეფექტს უწოდებენ. ეს იმითაც ხდება, რომ მეხი წამში წარმოქმნის ტემპერატურას, რომელიც 30000 გრადუსამდე აღწევს. ხის შიგნით არსებული ტენიანობა ორთქლად იქცევა და წნევას ქმნის, რომელიც ცეცხლის კერის სახით ინახება. ეს მოვლენაც იმ იშვიათ მოვლენებს შორის არის, რომლებიც გვახსენებს, რომ ყველაზე ძლიერი დარტყმები უხმაუროდ მოდის, ზოგჯერ მეხი ურტყამს და ხე, რომელიც ფეხზე დგას, შიგნიდან უკვე ჩამოშლილია. ხანდახან ბუნება ისე გვევლინება, თითქოს ცა სცენაა, ჩვენ კი პატარა მაყურებლები, მისი გრანდიოზული სპექტაკლის წინ. მაგრამ ამჯერად სცენა შთამბეჭდავი და უცნაურად მშფოთვარეა. ეს არის შელფური ღრუბელი. იშვიათი, მაგრამ თვალწარმტაცი ფენომენი, რომელიც ცივ და თბილ ჰაერს შორის ბრძოლით იბადება. როდესაც ცივი ჰაერის მასა მოულოდნელად შემოიჭრება თბილ და ნესტიან ჰაერში, ზემოთ აწევს მას და იწვევს კონდენსაციას და ცაში ქმნის ამ საოცარ ღრუბლის ტალღას. ღრუბელი ნელ-ნელა მოძრაობს, თითქოს უხმაუროდ. მისი კიდეები ეშვება დაბლა და ჰაერში ავარდნილ ფარდას გავს. მაგრამ ეს არ არის დეკორაცია. ეს რეალური ატმოსფერული ძალაა, ცოცხალი და მოძრავი. ზოგი ამას შტორმის ცუნამს ეძახის და მართალია ფორმით მართლაც წააგავს ცუნამის ტალღას, მაგრამ ის წყალი არა. ეს არის ცივი ჰაერის წინსვლის ხილული საზღვრები, ბუნების მხატვრული ნაწერები, რომლებიც რამდენიმე წუთით ჩნდება ცაზე და მერე ქრება. მის გამოჩენას ხშირად ახლავს ძლიერი ქარი, უეცარი წვიმა ან გრიგალი. თუმცა ძირითადად ეს სანახაობა არაა მომაკვდინებელი, ის უბრალოდ გაფრთხილებაა, რომ ბუნება ცოცხალია. საკუთარ სახლთან მდგარი ადამიანები გაოცებით უყურებენ ცაზე გადმოხრილ ამ ფენას. ზოგისთვის ეს შიშია, ზოგისთვის საოცრება და ზოგისთვის იდეალური შანსი გადაიღოს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და დაუვიწყარი კადრი. ამ ადგილზე იმდენად ძლიერია ქარი, რომ ხებს ფესვებიანად ამოძრავებს. ეს შთამბეჭდავი სანახაობაა. ვიდეოში ჩანს ზღვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არსება, ლომის ფაფარა მედუზა, რომელიც ცნობილია როგორც ყველაზე დიდი მედუზა დედამიწაზე. ეს სახეობა ძირითადად ბინადრობს ჩრდილო ატლანტიკისა და წყნარი ოკეანის ცივ წყლებში. მისი სხეულის დიამეტრი საშუალოდ 2 მეტრია, მაგრამ დაფიქსირებულა შემთხვევები, როცა საცეცების სიგრძე 36 მეტრიც კი ყოფილა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ცოცხალ ორგანიზმად აქცევს მსოფლიოში. მის გარშემო მოცურავე პატარა თევზები ხშირად იყენებენ მას დამცავ მექანიზმად, რადგან მტაცებლებს აშინებთ მედუზების საცეცებში არსებული ნემსისმაგვარი უჯრედები, რომლებსაც შეუძლია მსუბუქი დამწრობის მსგავსი რეაქციის გამოწვევა სხვა მტაცებლებში. ლომის ფაფარა მედუზა იყენებს ამ საცეცებს საკვების დასაჭერად, ძირითადად იკვებება პლანქტონებით, პატარა თევზებითა და სხვა მიკროორგანიზმებით. მის საცეცებს აქვს გამჭოლი მოქმედება. ისინი აკავებენ მსხვერპლს და შემდგომ შიდა კუჭში გადაჰყავს საჭმელად. საინტერესოა, რომ მიუხედავად მისი საშიში გარეგნობისა, ადამიანისთვის ლომის ფაფარა მედუზა იშვიათად წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, თუმცა შეხებისას შესაძლოა გაჩნდეს კანის გაღიზიანება ან სიწითლე. ეს არსება კარგად გვიჩვენებს, როგორი მრავალფეროვანია ზღვის ბიომრავალფეროვნება და რამდენად უცნაური და განსაცვიფრებელი ორგანიზმები არსებობს ჩვენს პლანეტაზე. იქ, სადაც შესაძლოა მზის სხივებიც კი ძლივს აღწევდეს. ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, მავრიტანიის უდაბნოში გაფართოებული თვალის ფორმის გიგანტური წრიული სტრუქტურა თვალსაჩინოა კოსმოსიდანაც კი. მის დიამეტრი დაახლოებით 40 კილომეტრს შეადგენს და თავისი სიმეტრიული რგოლებით ისე გამოიყურება, თითქოს კაცობრიობის შექმნილი არქიტექტურული გეგმა იყოს, თუმცა ეს სრულად ბუნებრივი წარმონაქმნია. ეს არის რიშატის სტრუქტურა, იგივე საჰარის თვალი, რომელიც მილიონობით წლის წინათ ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი კრატერი იყო, მაგრამ შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს უფრო კომპლექსური გეოლოგიური მოვლენაა. რიშატის სტრუქტურა შეიქმნა მძლავრი გუმბათისებური ამოფრქვევის შედეგად. როცა მიწის ქერქის ქვემოდან ამოტანილმა მაგმამ ამოზნექა ზედაპირი და შექმნა გუმბათი. შემდეგ უკვე გარკვეული დროის განმავლობაში ქარისა და ეროზიის პროცესებმა ზედაფენები ჩამოშალა და გამოავლინა შრეები, რაც დღეს წრიული ფორმის რგოლებად გვევლინება. გეოლოგიური ანალიზი ცხადყოფს, რომ სტრუქტურა შედგება სხვადასხვა ასაკის ქანებისგან, თითოეული მათგანი სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. საინტერესოა ისიც, რომ რიშატის სტრუქტურამ არაერთი თეორია გამოიწვია, ზოგი მას ატლანტიდას უკავშირებდა ზოგი უძველეს ცივილიზაციებს, თუმცა დღეს უკვე ვიცით, რომ ეს ნამუშევარი არ არის ადამიანის, არამედ თვითონ პლანეტის ხელწერაა. საჰარის თვალი დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარკერია ასტრონავტებისთვის, როცა ისინი დედამიწას ეკიპაჟიდან ან საერთაშორისო კოსმოსური სადგურებიდან აკვირდებიან. მისი სიმეტრია და მასშტაბები იმდენად თვალშისაცემია, რომ ხშირად გამოიყენება ორიენტირად. საჰარის თვალი საოცარი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს დრო, წნევა და ბუნების ძალა ერთად, რომ შექმნას რაღაც ისეთი, რაც გარედან შეიძლება უძველეს ხელოვნებად მოგეჩვენოს, მაგრამ რეალურად დედამიწის შიდა პროცესების შედეგია.
ამ საოცარ ფენომენს, რომელიც ცაზე სრულ წრედებულება მზეს, ჰალო ჰქვია. ჰალო არის ოპტიკური მოვლენა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა მზის ან ზოგჯერ მთვარის სხივები გადადის მაღლა ცაშიმყოფ ღრუბლებში არსებულ ყინულის კრისტალებზე. ამ კრისტალებს პრიზმასავით მოქმედება შეუძლიათ. ისინი გარდატეხენ და ირეკლავენ სინათლეს ისე, რომ ირგვლივ ჩნდება ბრწყინავი წრე. ყველაზე გავრცელებული ტიპია 22 გრადუსიანი ჰალო, რომელიც ქმნის ამ სურათზე ნაჩვენებ სრულ წრეს მზის გარშემო. ჰალოს ფერების შესაძლო არ არის მკაფიო, მაგრამ მას ხშირად თეთრ ცისარტყელასაც უწოდებენ, რადგან ფერების გაშლა რთულად შესამჩნევია. სინათლის გავრცელება ამ შემთხვევაში დამოკიდებულია კრისტალების სიბრტყეზე, ზომასა და ატმოსფერულ პირობებზე. მიუხედავად მისი სიწმინდის მსგავსი გარეგნობისა, ჰალო სრულად ბუნებრივი მოვლენაა და მისი გამოჩენა ხშირად წინ უსწრებს ამინდის გაუარესებას, რადგან ღრუბლები ხშირ შემთხვევაში შტორმის ან წვიმის მოახლოებას მიუთითებენ. ჰალოები ათასწლეულობია იწვევენ ადამიანთა გაოცებას. ძველი კულტურები მათ წმინდა ნიშნებათან ზეციურ გზავნილებად თვლიდნენ. დღეს კი ვიცით, რომ ეს არ არის რაღაც არამიწიერი, არამედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური შედეგი იმ შემთხვევისა, როცა სინათლე და ყინული ერთმანეთს ხვდება ცაში. იანარღი ეს არის ბუნებრივი გაზის კერა, რომელიც მდებარეობს ბაქოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. აბშერონის ნახევარკუნძულზე, აზერბაიჯანში. მისი მთავარი თავისებურებაა ის, რომ მიწის ზედაპირიდან უწყვეტად და შეუფერხებლად გადმოდის ბუნებრივი გაზი, რომელიც მცირე ნაპერწკლის შემთხვევაშიც კი ცეცხლდება. მის ქვეშ განლაგებული ნაპრალების სისტემიდან ატმოსფეროში გამუდმებით ჯონავს მეთანი, აირი, რომელიც ჰაერთან შეხებისას სწრაფად ინთება. ასეთ გარემოში ცეცხლის გაჩენა უმნიშვნელო ზემოქმედებითაც კი შეიძლება, მაგალითად, ორი ქვის ერთმანეთზე მოხვედრის შედეგად გამოწვეული ნაპერწკლით. იანარღში არსებული წვის პროცესი აბსოლუტურად ბუნებრივია და დაკავშირებულია რეგიონის გეოლოგიურ სტრუქტურასთან. აბშერონის ნახევარკუნძული ისტორიულად მდიდარია ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოებით და სწორედ ამ აქტიური მიწისქვეშა პროცესებმა გამოიწვია ის, რომ მუდმივად არის ღია ალი, რომელიც ათწლეულებია არ ქრება. ისტორიულად მსგავსი ბუნებრივი ალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ნავთობის ძიებაში, რადგან ასეთი ცეცხლის კერები ხშირად მიუთითებდა მიწისქვეშა ენერგორესურსებზე. ანტიკურ და შუა საუკუნეებში ადგილობრივ მოსახლეობას ეს მოვლენა რელიგიურ და კულტურულ მნიშვნელობად მიაჩნდა, მაგრამ დღეს ის გაიგივებულია გეოლოგიურ ბუნებრივ აირებთან დაკავშირებულ მოვლენებთან. იანარღი საინტერესოა როგორც გეოლოგიური სამეცნიერო კვლევისთვის, ასევე ტურისტული თვალსაზრისით და რჩება ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად იმისა, როგორ შეიძლება ბუნებრივად გაჩნდეს ცეცხლი მიწის ზედაპირზე. ცაზე უცნაური მუქი მასა მოძრაობს, თითქოს ღრუბელია, მაგრამ სიჩქარე და მოქნილობა აშკარად არ შეეფერება ამინდის ბუნებრივ ფორმას. სინამდვილეში ეს არის ათასობით ფრინველის ერთდროული ფრენა, ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც მურმურაცია. ამ საოცარ პროცესში ფრინველები ისე მოქმედებენ, თითქოს ერთი გონება მართავდეთ. ისინი ქმნიან ტალღოვან ფორმებს, სპირალებს, მჭიდრო შეკრულ მუქ მასას და წამებში იცვლიან მიმართულებას სინქრონულად. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ მოძრაობის კოორდინაციას არ სჭირდება ლიდერი. თითოეული ფრინველი რეაგირებს მის გარშემო მყოფ 6-7 მეზობელზე და ამ პრინციპით მთელი ჯგუფი ერთიან, სითხეს მაგვარ მოძრავ მასად იქცევა. მურმურაციას ბევრი ფუნქცია გააჩნია. ერთ-ერთი მთავარი მტაცებლების დაბნება. როცა ქორი ან ბუ ჯგუფს უახლოვდება, ფრინველების ფორმაციის სწრაფი ცვლობა მტაცებელს საშუალებას არ აძლევს სწორად ამოარჩიოს სამიზნე. ამასთან ჯგუფში გადაეცემა ინფორმაცია საკვების ან საფრთხის შესახებ და რაც მთავარია, ეს ხშირად ხდება დღის ბოლოს, როცა ფრინველები ერთად მოძრაობენ დასასვენებელ ადგილამდე. აქ ასახული ფორმა, რომელიც გავს მელნის შავ ლაქას ცაში, სწორედ ასეთი მურმურაციის შედეგია. მოძრაობის სილამაზე, სიზუსტე და ეფექტიანობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბიოლოგები, ფიზიკოსები და ტექნოლოგები ერთად სწავლობენ ამ პროცესს. მისი მექანიზმები ინსპირაციას აძლევს დრონების მართვის სისტემებს, რობოტიკას და კოლექტიური ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. ჩვენი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. თუ კი მოგეწონა, აუცილებლად დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და დაელოდე შემდეგს. დროებით.